მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მოვყავს შაფში E36-3, რომელიც არის ყველაზე განგსტერი ბავარიელი. ალბათ მიხვდებით, განგსტერი ბავარიელი რატომაცაა, ამის გამოხედვაზე გავიწევით და შეხედეთ. აი, ძალიან საშიში თვალებით იყურება რა. მოკლედ, ამ მანქანას აქვს ავტომატური გადაცემათა კოლოფი და მე უნდა გავამექანიკო და გადავიყვანო მექანიკურ გადაცემათა კოლოფზე. და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთო, რაც მთავარია ისე, რომ მანქანას არ შეეთხოს თუ როდესმე იყო ავტომატური გადაცემათა კოლოფი და იყოს იდეალური, ქარხნული და ყველაფერი თავის ადგილას. ესე გამოიყურება. ეხლა შეგვიძლია უკვე დავიწყოთ მანქანის აწყობა და ეტაპობრივად შემოგთავაზებთ ვიდეოებს. წავიდეთ. ესე გამოიყურება შიგნიდან. აქვს ორი პედალი. ასევე აქვს ავტომატიკის შიფტერი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ავტომატიკაა ეს მანქანა. და ჩვენ უკვე გაჩვენებთ შემდეგ ვიდეოში, როგორი იქნება მექანიკა აქ. წავედით. ეს არის დონორი მანქანა, საიდანაც უნდა ამოვიღო მექანიკური კოლოფი. თავისი შიფტერით, პედლებით და ყველაფრით. ესე გამოიყურება. ძალიან სვეჟია ეს მანქანა, სხვათა შორის იდეალურად გამოიყურება, არც ჟანგები აქვს არაფერი. და შეგვიძლია ახლა უკვე დავიწყოთ მანქანის დაშლა. ჯერ ამისი. ამ მანქანის დაშლა დავასრულე ქვემოდან, გამოვაცვალე გულმუცელი. აქ მინდოს კოლოფი, ცეპლენია, კულისა. ცეპლენის ფაშოკი, ეს კრუჩტელია, რომელიც უკან უნდა დაყენდეს და მოვხსნი ახლა პედალს და всё. ამ მანქანას გავიყვან და უკვე დავიწყებ ჩვენს ლამაზმანს. უკვე შემოვიყვანე ჩვენი ლამაზმანი შიგნით. ავწიეთ და ესე გამოიყურება ქვემოდან. იდეალურია. ეს არის ავტომატიკა კოლოფი. რომელსაც ჩავანაცვლებ ძალიან მალე უკვე მექანიკით. და რა ვიცი. That's it რა, ეგა. უნდა გამოცვალო კიდე უკანა. ესენი გიტარები ეგრეთ წოდებული. უნდა დავაყენო რეგულირებადი. უნდა ვიცი, აქ არის. უნდა გამოცვალო კიდე რა ვიცი. სადგამები და ტორმოზის ლაინები. ეგა, ვაწავედით. ესეც დასრულებულია M3. დავასრულე აწყობა. ეხლა ჩაგახედებთ. უკვე გამექანიკებულში. ყველაფერი არის თავის ადგილას. როგორც უკვე გითხარით. აბა, თუ მოგეწონათ ვიდეო, დამიწერეთ. რამდენად მოგეწონათ. და დავდოთ თუ არა ესეთი ვიდეოები. წავედით.